მოგესალმებით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მე მინდა მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით. დღეს დადგა განაჩენი გარკვეული პირების მიმართ, გამომტყუნებელი განაჩენი. ეს გახლავთ ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, მეგის ქარდავა გამართლდა სერგო თეთრაძის ეპიზოდში და ალექსანდრე მუხაძე. სამ პირს მიესაჯა სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით 9 წლის თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რაც შეეხება მეგის ქარდავას, იგი გამართლდა სერგო თეთრაძის ეპიზოდში, რაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის. თუმცა სხვა დაზარალებულებთან დაკავშირებით მის მიმართ დადგა გამომტყუნებელი განაჩენი. მაგრამ სამწუხაროდ თეთრაძის ეპიზოდში ის გამართლდა. ეხლა რაც შეეხება ასევე გამოძიებასთან დაკავშირებით მოგხსენებათ პროკურატურამ თავიდანვე საქმე გაყო 3 ეტაპად. პირველი ეტაპი ეს გახლდათ სისაური ტერაშვილი, გახლავთ ესეთი პატიმრები, ციხის პატიმრები, რომლებსაც უშუალოდ დაევალა ციხეში სერგო თეთრაძეზე სექსუალური ხასიათის ზამთრობითი მოქმედება და წამება. მათზე დადგა გამომტყუნებელი განაჩენი. პროკურატურამ არ ვიცი 1 წლის წინ რატომ ჩათვალა საჭიროდ და მათთან დაკავშირებით ასევე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მეორე ეტაპი დღეს დასრულდა და მე მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ერთი ფაქტისკენ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტისკენ, რომ თავიდანვე გამოძიება წავიდა არასწორი მიმართულებით. აქ გარკვეული პირების ინტერესები იკვეთება, რასაკვირველია. მოგეხსენებათ, სასამართლო პროცესით დადგენილია, რომ სერგო თეთრაძე, როდესაც გადაიყვანეს გლდანის მერვე საჯარო აღსრულების დაწესებულებაში, ის უკვე იყო სასტიკად ნაწამები. იქაც განხორციელდა გლდანში მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა, მაგრამ ძირითადად მისი წამება განხორციელდა თავდაცვის სამინისტროში. მე წეხან მოვისმინე თავდაცვის მინისტრის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაზეც მან განაცხადა, რომ მან მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შეგხვდა ჩვენ, მე და ქალბატონ ნანას თეთრაძის მეუღლეს და მოვითხოვეთ იმ ადამიანების თანამდებობიდან განთავისუფლება, ვინც უშუალოდ სერგო თეთრაძის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას. და ეს ადამიანები კვლავ ინარჩუნებდნენ იმ პერიოდში მაღალ თანამდებობებს. მართლაც ბატონმა ალასანიამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს ადამიანები ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანა კადრების განკარგულებაში. შემდეგ რაღაც პერიოდის შემდეგ პროკურატურიდან ვინმე თენგის კვარაცხელიას სახელით მიდის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანების მიმართ არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა და მათ ბრალი არაფერში არ ედებათ და ეს ადამიანები კვლავ ინიშნებიან თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე. მე მინდა ბატონ ალასანიას ვუპასუხო და უთხრა, რომ ბატონო ირაკლი, დღეს გამომტყუნებელი განაჩენი დადგა იმ პირების მიმართ, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა, მე გულისხმობ ციხის თანამშრომლებს, ვინც უშუალოდ ბოლოს მიიღო მონაწილეობა სერგო თეთრაძის წამებაში, მაგრამ სერგო თეთრაძის დაკავება და წამება თავიდან განხორციელდა თავდაცვის სამინისტროში. ძალიან საინტერესოა, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თეთრაძის ოჯახის წევრებისთვის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც განახორციელა სერგო თეთრაძის დაკავება, საქმის გამოძიება და რატო იკავებენ ეს ადამიანები დღეს კვლავ თქვენი უწყების მაღალ თანამდებობებს. ასევე რასაკვირველია, ჩვენი მოთხოვნა ეს იყო, მე თავიდანვე მოვითხოვე, რომ გიორგი ქევხიშვილი და რობერტ გრიგალაშვილი, რომელიც უშუალოდ ზედამხედველი პროკურორები იყვნენ სერგო თეთრაძის ჯაშუშობის საქმის, ეს ადამიანები, როდესაც დაიწყო გამოძიება წამების ფაქტთან დაკავშირებით, კვლავ რჩებოდნენ პროკურატურის მაღალ თანამდებობაზე. რასაკვირველია, ესენი ყველა შემთხვევაში გავლენას მოახდენდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. და იმიტომ წავიდა სხვა მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაცვის ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის ის, რომ დაკითხულიყო ეს პროკურორები, ვინც მიიღო ჯაშუშობის საქმეზე, ვინც მონაწილეობდა, მე პროკურორებს ვგულისხმობ, რატომ გახდა საჭირო, რომ ხათუნა კალანდაძემ, რომელიც იმ პერიოდში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე იყო, რატომ გახდა საჭირო, რომ ხათუნა კალანდაძემ დააყენა სასამართლო პროცესის შუამდგომლობა და აი ეს ადამიანები, იგივე ხვედელიძე, ქევხიშვილი, გაბუნია, გრიგალაშვილი, მოხსნა დასაკითხ პირთა სიდან.
რატო? იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო და ეს ადამიანები დაკითხვის დროს რამეში არ ჩაჭრილიყვნენ და მათი ბრალეულობა არ გამოკვეთილიყო. გამოვიდეს დღეს ხათუნა კალანდაცემ და საზოგადოებას გასცეს პასუხი, ვისი მითითებით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, თუ საკუთარი სურვილით მიიღო, მაშინ ახსნას რატომ გააკეთა ეს, თუ არა და ვინ მიუთითა. ჩვენი ინფორმაციით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ედგა ლაშა ნაცვლიშვილი, ეს ყველაფერი კეთდებოდა ლაშა ნაცვლიშვილის დავალებით და რასაკვირველია გამოძიებას დაეთყო კიდევაც, რომ არასწორი მიმართულებით წავიდა გამოძიება. ძირითადად აი ეს პირები, ვინც უშუალოდ იღებდნენ სერგო თეთრაძის დაკავებაში და ჯაშუშობის საქმის შეკერვაში მონაწილეობას, ეს ადამიანები აბსოლუტურად არავინ არ არის დაკავებული. ბუნებრივი და ლოგიკურია ჩნდება კითხვა, ციხემდე ხომ მიიყვანა ეს ადამიანი ვიღაცამ, არა? ვინ დააკავა, ვინ განახორციელა გამოძიება? გდანის ციხეში ეს კაცი როგორ მოხდა? ვინ განახორციელა ეს უკანონო დაკავება? სად არიან ეს ადამიანები? ეხლა ძალიან მარტივია, ხო? და სწორედ აი ამ კითხვით მიმართე მე დღეს მთავარ პროკურორს, მადლობას ვუხდი მას, რომ მომეცა შესაძლებლობა და ძალიან დროულად მოხდა მასთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ბევრ დეტალს ვერ გავახმაურებ და რასაკვირველია არ მინდა რომ ეს რაღაც საკითხები გახდეს ამ ეტაპისთვის ცნობილი, თუმცა ჩვენ მოვითხოვთ, რომ აი ეს მესამე ეტაპი, რომელიც მიდის და გვითხრეს, რომ მესამე ეტაპი მიდის გამოძიება, მოვითხოვთ, რომ ობიექტურად იქნეს გამოძიებული ყველა დეტალი და ყველა საკითხი და ყველა ის ადამიანი გამოკვეთილი იყოს პირთაწრე, ვინც მიიღო სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალებაში მონაწილეობა. ასევე მე მინდა შევეხო იმ ფაქტს, რომ დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს თორნიკე გუნავა. ეს აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ იყო სერგო თეთრაძის ეპიზოდთან დაკავშირებით. ეს გახდა ჩიკვატეას ეპიზოდი და მასზე დადგა გამომწყნებელი განაჩენი, მას მიესაჯა 6 წლის თავისუფლების აღკვეთა და მე მინდა მივმართო თავად პროკურატურას ამასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება თუ დაინტერესდებიან და თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება თორნიკე გუნავა, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც თეთრაძის დაკავება მოხდა, იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, თუმცა შეხება არ ჰქონდა თეთრაძესთან დაკავშირებით. და სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება დღევანდელმა სასამართლომ, რომ ალბათ ჩათვალა საჭიროდ, რომ არ შეიძლებოდა თორნიკე გუნავაზე დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის არის ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი და ფლობს ძალიან დიდ ინფორმაციას. და რაც შეეხება ხა ირაკლი ალასანიას, მე მას მინდა ვუპასუხო, რომ გასაგებია თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლება არ არის განახორციელოს და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ მისი უფლება არის ის, რომ ნამდვილად დააზუსტოს და დაადგინოს მისი უწყების მაღალი თანამდებობის პირები რამდენად იღებდნენ მონაწილეობას თეთრაძის დაკავებაში და ასევე მე მას მინდა ვუპასუხო და უთხრა, რომ ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ დღეს მან დანიშნა თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე და სხვა შორის მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ესენი არიან დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, მათ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვთ, ვინაიდან ისინი იღებდნენ მონაწილეობას იმ პერიოდში, როდესაც თეთრაძის დაკავება მოხდა, მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. და სწორედ აი ამასთან დაკავშირებით არის ხა ჩვენი შეშფოთება და გულისწყრომა, რომ დაუშვებელია ეს ადამიანები რჩებოდნენ თანამდებობაზე. მე იმედი მაქვს ახალი პროკურორის, ერთადერთი მისი დანიშვნით, ვისაც მიეცა იმედი ეს ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ იქნებ ახლებურად შეძლოს მან და ავიცი სამართლიანად და ობიექტურად გამოიძიოს აი ეს მესამე შრე, რასაც თვითონ პროკურატურა უწოდებდა გამოძიების მესამე ეტაპს და ნახოთ ვიმედოვნებ, რომ ყველა პირი იქნება გამოვლენილი. ყველა ის დამნაშავე, ვინც მიიღო მის წამებით გარდაცვალებაში მონაწილეობა და ნახოთ ახლა ჩვენი მხრიდან ჩვენც მივაწოდებთ ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციას, ასევე ჩემთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჩიკვილაძე გამომძიებელი, რომელმაც ასე ვთქვათ დააფარა აი ამ დამნაშავეებს ხელი, ეს ადამიანი დღეს გაგზავნილი იქნა ერაყში და არაერთი ესეთი მნიშვნელოვანი ავღანეთში მაბატეთ, არაერთი ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს და ნუ რასაკვირველია ამას ყველაფერს გამოძიებას ჩვენ მივაწოდებთ. მთავარია ნება იყოს და სურვილი მათი მხრიდან, რომ ობიექტურად იყოს საქმე გამოძიებული და ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და მერწმუნეთ, რომ პროკურატურაზე მეტი ინფორმაციას ჩვენ ვფლობთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველასთან ქონდა შეხება, იგივე იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით და ნუ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე რა.
დღეს შედგა განაჩენი ჩემი მეუღლის გარდაცვალების საქმეზე, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი. ალოგიკურია, მე არ მესმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის პოზიცია, რომელიც ეს და იგივე ეპიზოდში გაამართლა ორი დაზარალებული გორელაშვილი და ლონდარიძე გაამართლა მეგის კარდავა ამ ეპიზოდში უკაცრავად გაამართლა მეგის კარდავა ამ ეპიზოდში და უდანაშაულოდ სნო მეგის კარდავა ჩემი მეუღლის ეპიზოდში, როცა ყველას მიმართ იყო აბსოლუტურად ერთნაირი წამება და ჩემი მეუღლეზე შეიძლება ითქვას უფრო მეტი, იმიტომ რომ მაგას სახეზე ეტყობოდა უკვე კვალი და რაც ერთ კვირის თავზე მიიყვანა მაგას ის სიკვდილამდე. მე არ მესმის ბუგიანიშვილის პოზიცია, ვერ მივიღებ ვერასდროს. აგრეთვე მინდა შევეხო იმ ეპიზოდს, რომ ჩემი მეუღლე 20 სექტემბერს 2011 წლის იყო გაყვანილი ციხიდან და იგივე ლოგიკით ბუგიანიშვილმა დაამნაშავე ცნო ორი ბრალდებული კაპანაძე და ბიწაძე და ამავე დროს უდანაშაულოდ ცნო რატიმგელაძე. არ ვიცი რა ლოგიკით საერთოდ იმაშვებოდა ეს საქმე. ანუ ჩემთვის მიუღებელია ეს განაჩენი. ჩემთვის წერტილი ამ საქმეში არ დაისვა, იმიტომ რომ მე თავიდანვე ვთქვი, რომ მე ველოდები იმას, რომ ჩემი მეუღლე იყო უდანაშაულო პიროვნება და საქმე მის მიმართ იყოს შეჩერებული გარდაცვალების გამო კი არა, არამედ უდანაშაულობის არ ქონის გამო. აი ეს არის ჩემი ძირითადი მოთხოვნა, რომ იყოს რეაბილიტირებული მისი სახელი. რაც შეეხება ახლა თავდაცვის მინისტრს ამ ჟამიმდელს, ირაკლი ალასანიას, ჩვენ ნამდვილად შეხვდით ჩვენ ადვოკატთან ერთად მაგას და ის ადამიანურად მოგვისმინა და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ძალიან ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო და ჩემთვის ახლა მართლა საოცარია ეგეთი რაღაცა, როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა 2011 წლის 23 სექტემბერს, იმავე დროს 2011 წლის 27 სექტემბერს პიკეტი გაკეთდა თავდაცვის სამინისტროსთან და ზუსტად ირაკლი ალასანია ადანაშაულებდა მაღალ ჩინოსნებს და ამბობდა, რომ მაგისთვის ყველაფერი ცნობილია და თუ ცნობილია, ეხლა როგორ შეიძლება იმავე ხალხს კონდეს არანაირი გამართლება არ აქვს, ან დააწინაურო ის ხალხი, ან კიდე ბოლომდე არ დაილოდო მესამე შრეს, ხო, მეუბნებოდა და მიმტკიცებდა, რომ ეს არის მისი პირადი ღირსების საქმე და მეც რომ არ მოვკიდო მაგ საქმეს ხელი, თვითონ მიიყვანს მაგ საქმეს ბოლომდე და ჩვენ დღეს ვიყავით მთავარ პროკურორთან, რომელმაც მოგვისმინა და დაგვპირდა, ანუ გვითხრა, რომ გამოძიება გრძელდება, დღევანდელი განაჩენი იქნება აუცილებლად გასაჩივრებული და გარდა ამისა გამოძიება გრძელდება იმ პირთა მიმართ, ვინც დაგეგმა ეს შეთითხნილი საქმე.